50 წელიწადია თმას მე ვჭრიო. იცოდიე? არ ვიცოდი. ბოლოს ჩაიხედავს ხოლმე სარკეში და გაკორტნილ თავს რომ დაინახავს რა მიქენიო ბრაზობს. თმის შეჭრა არ უყვარს, ჩაცმა არ უყვარს, მაღაზიაში ხომ ვერ შეიყვან. რომ მოაზომო ძაფით ზომო ხოლმე და შარვალს ამ ფეხსაცმელს ასე ვყიდულობო. თან ისე უნდა დავდო რომ არ იფიქროს ახალი მოტანილიაო. იმ დღეს ჩავაცვი ჯემპრი და ვერ მიხვდა ახალი ნაყიდი რომ იყო. ძველებში შეურია ეკლესიაში მიდიოდა ვერ გაიაზრა ახალი რომ იყო, აიღო და ჩაიცვა. რომ მეთქვა აიგურამ ჯემპრი გიყიდე, მეთქი ფანჯრიდან ისროთო. ძალიან მაგარი იყო ეს, რა როგორ ზრუნავდა. წარმოუდგენელი ზრუნვა და კიდე არანაკლები ზრუნვის მაგალითი რა და რამდენი ცუდი რამ დაუწერიათ მაგაზე, მაგრამ არაფერს ვაკითხებ, რაც მასზე დაუბეჭდავთ ის რომ იცოდეს, ჭკუიდან გადავა. ესე ძალიან დიდი ზრუნვის მაგალითი და ძალიან დიდი სიყვარულის და თვითონ ამხელა ენერგია გჭირდება ადამიანს ეს ყველაფერი დაიწყო. ხო, ეს სიყვარული რო არ ყოფილიყო და ამხელა ზრუნვა რო ყოფილიყო. ლოკავდა, აი არ ვიცი, რაც შეეძლო და მართლა დეჩემა დიდი ისი თამაშა რომ ეგ ჩამოყალიბდა იმ წერლად როგორადაც ჩამოყალიბდა. ძალიან ბევრ ამას გადაარჩინა და კიდე ერთი პატარა 2008 წლის აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მუხაწყაროში ვიყავით. გურამი რომანს წერდა. ატყდა პანიკა ხალხი გარბის, გამორბის. რომ შევატყვე. თვითონაც ნერვიულობა დაიწყო, მოვატყუე რა ომირის ომი, ვერ ხედავ გადაღება ამეთქი. მე რადიოს ჩუმად უსმენდი. ის კი მუშაობდა და აზრზე არ იყო ირგვლივ რა ხდებოდა. ომი დაუმალა.